ეს სიახლის ქაოსია და სულ ვიბრძვინო, რაღაც ახალი გავიგო, ახალი შევიგრძნო, ახალი ვისწავლო. როგორ მიდის დეითინგი ნიუ-იორკში? ბევრი საშიშროებები, რის გამოც მე დავტოვე. იმიტომ რომ მე და როცა მირეკავდა და მეუბნებოდა ძირსვედ ვეგდე იატაკზე და ვტიროდი მეგონა რომ შენ სიკვდილი უნდა ეცნოთ. გამარჯობა, ეს არის კვირა პოდკასტი და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ანასტასია პირველი. გამარჯობა ანასტასია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. სანამ დავიწყებთ, შენი სიტყვებით რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, ვინ არის ანასტასია პირველი? ანასტასია პირველი არის ქალი, რომელიც ატარებს სიტყვის თავისუფლებას. ეს რატომღაც ჩემს თავზე ავიღე ეს მისია, რომ ყოფილიყავი ყველა LGBT ადამიანის ხმა. და შემიძლია მხოლოდ ამით შემოვიფარგლა, რომ ვარ ხმა, თავისუფლების ხმა. და იმ ადამიანების კიდევ ერთხელ გამეორდები ჩემს სიტყვებით, ვისაც ნამდვილად უნდა დახმარება და ჭირდება დახმარება, იმ ადამიანების ხმა. ხმა ახსენე. და ვერ გავუმლი ამ თემას, რომ შენს სიმღერას არ შევეხოთ. საქართველოს გაგიცნო მასიურად საქართველოს ვარსკვლავიდან ანასტასია პირველი. მე მახსოვს პატარა ვიდეო ძალიან შენი პიანინოზე უკრავ ლამპიონებს მღერი, მე მაქედან მახსოვ ხარ. რომ მოგვიყვა შენი გამოცდილება საქართველოს ვარსკვლავში და რა მოხდა მე შენს მუსიკალურ შემოქმედებაში? იმიტომ რომ მე დაახლოებით ალბათ 7 წლის ვიყავი ბავშვები და მღერი უკრავ 7 ინსტრუმენტზე. და ეს იყო ჩემი ყველაზე საყვარელი საქმე, რასაც ვემსახურებოდი და წარსულში იმიტომ საუბრობ, რომ ხშირ შემთხვევაში თუნდაც მოვიყვან მაგალითს, აი რა პროექტის ახსენეთ. რომ ხშირ შემთხვევაში იყო რატომღაც ჩემი განსხვავებულობა წყვეტდა დაახლოებით უნდა მემღერა თუ არა, აი მაგალითად თუნდაც რაღაც მსგავს პროექტში იყო ამ პროექტში, რომ რაღაც ეს მათი მხრიდან ესეთი პასუხი იყო, რომ საპატრიარქომ გადაწყვიტა დარეკა, რომ ჩვენთან არ უნდა გემღერა თუ რაღაც. აი ამას არ ვიცი, ვინ წყვიტავს, რომ უნდა ვიმღერო და არ ვიმღერო და კიდევ. ასე რომ სამწუხაროდ რატომღაც ისე ხდებოდა, რომ რაღაცა რეკლამის სახით გაიყვანდნენ, ხო ეს ძალიან ცუდი რაღაცა პროექტი იყო, ყველა ტელევიზიას ჰქონდა ესეთი პროექტი, რომ რაღაცა რეიტინგულ ადამიანს გაიყვანდნენ, რაღაცას დაპირდებოდნენ და შემდეგ რეიტინგისთვის გამოიყენებდნენ. ხო, რა თქმა უნდა, ხო. და შემდეგ აი რაღაცა ისე გაურკვევალად პასუხს ტოვებდნენ, რომ რა თქმა უნდა საქართველოში ხელოვნება კი არა, სამწუხაროდ ვიცით როგორ რა ხდება ეხლა და იქ ხელოვნება არ ვიცი როდის ყვაოდა ესე რა ვთქვა ასე რომ საქართველოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამო დატოვე? ესე დავტოვე, ხო ცოტა რთულია სათქმელად, იმიტომ რომ ბევრი არა მარტო საშიშრება არა იყო, არამედ იყო ბევრი საშიშროებები, რის გამოც მე დავტოვე. რადგან როდესაც საქართველოს დავტოვე, მე დაახლოებით ჩემს სახლში შევარდა რამოდენიმე პოლიცია. დაახლოებით 10 დღეში არ მახსოვს, ზუსტად არც მქონდათ ალბათ ინფორმაცია, რომ მე არ ვიყავი საქართველოში. და მამაჩემის კუთვნილი მამა იყო პოლიციელი, პოლკოვნიკი და ქონდა მას კუთვნილი თავისი გაფორმებული იარაღები და დაახლოებით 78 წლის დედასთან შევარდნენ, რომელიც რა თქმა უნდა ეხეს გაფორმება ანდერძით გადაეცა მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე გადავიდა. და რა თქმა უნდა ის ადამიანები შეცვლიდნენ, ვის მამაჩემმა დაწყებინა სამსახურით რაღაც ესე რა ვთქვათ. და მოექცენ ძალიან ცუდად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, დედა როცა მირეკავდა და მეუბნებოდა ძირსვედ ვეგდე იატაკზე და ვტიროდი მეგონა რომ შენ სიკვდილი უნდა ეცნოთ. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, ხო. და რა თქმა უნდა, არ ვიცი ეს რის გამო ხდება თუ რა დევნაა ჩემზე, არ ვიცი, თუმცა ხო. დედა და მამა ახსენე, როგორი ურთიერთობა გქონდა მშობლებთან? მე ესე ვიტყოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემს მშობლებთან მქონდა
და დედასთან მაქვს ძალიან ახლო კავშირი. ხშირ შემთხვევაში არ ვიცი ეს ჩემი ფიქრია და ჩემი მოსაზრებაა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებთან გქონდეს ჩვენს სწორი ინფორმაცია, მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ვეცადე მახსოვს, ეს ძალიან 20 წლის წინ იყო, ალბათ ამ უფრო მეტი არა 25 წლის წინ. ვეცადე ძალიან რომ მე თვითონაც მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია მშობლებისთვის და აი ამის შემდეგ იქნება ოჯახური ეს ჰარმონია თუ ბალანსი, იმიტომ რომ არ ვიცი, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ღერძი ოჯახია, მაგ დროს რთულია რომ რაღაცა მოწყდე, იმიტომ რომ შენ ხარ განსხვავებული თუ რაღაც ბევრი ფიქრი, რასაც შენ 1000 არხს მოგეცემებენ. თუმცა ჩემო მშობლებმა მითხრეს და შენ ხარ ჩვენი შვილი და შენს გვერდით ვართ და შენს გადაწყვეტილებებს ჩვენ ვცემთ პატივს და ეს ამაში ნამდვილად გამემართლა. ხო, აი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად queer ადამიანებზე და განსაკუთრებით ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალიან აგრესიულია ხოლმე. მაგრამ შენ ერთ-ერთი გამონაკლისი ხარ, ვისაც ონლაინ რო უყურებდი შენს პოსტებზე, ისეთი დიდი ჰეითი არ მოდიოდა. ხوار იმოქმედა ოჯახის ფაქტორმა, რომ აი როდესაც ადამიანს ოჯახის მხრიდან აქვს მიმღებლობა, მე საზოგადოებაც უკვე თითქოს უკან იხევს. ძალიან სწორი ფაქტორია და სწორად დასმული კითხვა, რადგან რა თქმა უნდა იმოქმედა. იმიტომ რომ მე ვიყავი დაცული და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩემი ნაბიჯისთვის, იმიტომ რომ ჩემი მშობლები მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ და კი ეს განაპირობა საზოგადოებაზეც რომ მქონდა ოჯახიდან მხარდაჭერა, მაშინ იცით როგორ იყო, ცოტა კიდევ გადავხტები ალბათ წლებს, ალბათ 30 წლის წინ, როდესაც აი ცოტა ესეთი ფაქტორი იყო, რომ თუ კი ოჯახი, რაღაც კარგი ოჯახი იყო და რაღაც წარმატებული თუ ნასწავლი თუ რაღაცა, მათი შვილი არ შეიძლებოდა რომ რაღაც მსგავს რაღაცა ტრანსი ყოფილიყო თუ რაღაც და ნუ რაღაც ეს ფორმატიც რა თქმა უნდა ჩემ შემთხვევაში დაიმსხვრა, იმიტომ რომ ხო რაღაცა ხშირ შემთხვევაში ჰქონდათ ესეთი ცუდი ინფორმაცია, რომ შეიძლება ტრანსგენდერი ყოფილიყო მოწყვლადი, რაღაცა განუვითარებელი, რაღაც გამოგდებული ოჯახიდან. მათ ოჯახებს რას ეტყოდი, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო თვით შეფასებისთვის და თავდაჯერებისთვის ოჯახის დამოკიდებულება შენს მიმართ რამდენად დაგეხმარა, რომ საკუთარი თავი მიგეღო და თვით დაჯერება გქონოდა. არასოდეს არ მithავი არავისთვის ალბათ ესე. მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მშობლებმა მიიღონ მათი შვილი. უბრალოდ მიიღონ ისეთი როგორებიც არიან. მათ გაზარდონ, აი ამ ფორმულირება გაუკეთონ მათ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არც ერთი მხარე არ იმარჯვებს. რჩება შვილი დასტრესილი, დეპრესიული თუ ასე შემდეგ და რა თქმა უნდა დედას რომელსაც ცოცხლად თვითონ კლავს შვილს მის გონებაში არც ერთი მხარე არ რჩება აქ მოგებული. ეს არის პროცესი, რომელიც არ ვიცი ესე არამიმღებლობით არასოდეს არ სრულდება ეს პრობლემა. აი უბრალოდ უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის შენი შვილი. მე ამას ვrჩევდი. შეიძლება კესარიას თემას შევეხოთ. მართლა ვერ ჩამოვედი იმ ღრუბლებიდან, სადაც შეიძლება ის არ იყოს და ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული, რომ ის ჩემს გვერდით არ არის, რადგან ძალიან ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ ერთად და ხელჩაკიდებული რაღაც ვაგროვებდით ამ ყველაფერს ერთად. და ჩემთვის ის ყოველი დღე რაღაცა შესაძაც რამეს ვაკეთებ, აი ვიზაჟს ან რაიმეს. ყოველ დღე რაღაც ხმამეს, მის მელაპარაკება, რაღაცებს აი თუნდაც ვიტყოდი რომ როდესაც აი რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპები იყო, აი რაღაც გრინ მწვანება არათის მიღება, რაც ვიღვიძებ დილით და დაბადების დღე არის მისი და ვფიქრობდი რომ როგორც შენ იცი გიჟურად უნდა მომილოცო თუ რაღაც და გადმობრუნდი დავხედე და იყო მწვანე ბარათი მოსული ჩემზე, რამაც ნუ რა თქმა უნდა ხო ესეთი სიმბოლური იყო კიდევ რაღაც წლის თავზე რაღაც ისეთი
რაღაც გავაფორმე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელშეკრულება, ესე ვთქვა და რაღაც ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლური იყო და ისეთი დამთხევა იყო, რომ სულ ჩემს გვერდით არის და არ გრძნობ მის მხარდაჭერას. ის იმდენად დიდი ადამიანი იყო, რომ ის არ შეიძლება რაღაც ჩემთვის ჩემთვის კი არა არ ვიცი, ბევრი ადამიანისთვის ის ვერ გაქრება და ის იქნება სიმბოლო თავისუფლების, ის იქნება ქალი, ყველაზე ლამაზი ქალი და ის დარჩება ჩვენს ისტორიას, როგორც პირველი ეს ლამაზი ქალი. ხო, რეალურად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საზოგადოების კომენტარები რაც წამოვიდა და მას შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე უამრავ ოჯახს და ადამიანს ეხმარებოდა ფინანსურადაც. რეალურად ძალიან დიდი სინანული იყო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო და კესოს მოუწია ძალიან ესეთი დიდი ფასის გადახდა იმისთვის, რომ ეს ხალხი გააერთიანებინა. დაგეთანხმები ნამდვილად, მე მახსოვს, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თუნდაც შიდა LGBT თემში. და როდესაც ამ ხელა ძალას გრძნობ, რომ ის მისი აი სხეულის გარეშე კიდევ ესე ხდება, მის შემდეგ კიდევ იცვლება და ეს არის მისი ესე ვთქვათ შექმნილი დამოკიდებულება, რომ აი თუნდაც LGBT თემში ნამდვილად განსხვავდა რაღაც თუნდაც ტრანსგენდერ ქალებში. რაღაც ყველას ქონდა ეს კონკურენცია, ყველა ლამაზი გოგოა და რა თქმა უნდა ექნებოდა კონკურენცია. ამერიკაში რო გადმოვიდეთ, როგორ რა მოლოდინებით ჩამოხვედი, რა გეგმებით ჩამოხვედი ამერიკაში? კი, რა თქმა უნდა, გეგმებით წამოვედი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი გეგმები მაინც ჯერ კიდევ ესე ვთქვათ, ესე არ მინდა წინასწარ მაინც საუბარი, თუმცა უკავშირდება კესარიას ისტორიას, რომელიც მინდა რაღაც შევქმნა ისეთი სივრცე, სადაც იქნება თავისუფალი სივრცე. ეს შეიძლება იყოს რაღაცა კაფე, რესტორანი თუ სალონი, ასე შემდეგ, ეხლა რაღაც ესე ვთქვათ, ვყალიბდები ამ ყველაფერში, ვადაპტირდები, ვეჩვევი ამ ყველაფერს, ვეცნობი, ესე ვთქვათ. და ამიტომ ასე ვთქვათ, ჩემი გეგმა არის და მქონდა უკვე როცა ჩამოვედი აქ, რომ შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც შეიძლება ყოფილიყო თუნდაც LGBT ადამიანების აი ეს თავს შეყრის ადგილი, თავსიტყვის თავისუფლების და რაღაც გაზიარებების თუ ასე შემდეგ. აი მსგავსი ტიპის სივრცე, რაც ჩემთვის იყო პირველი და თუნდაც აი რაღაც თავისი სახელი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სახელი, იმიტომ რომ მე და კიდევ კესოს უკავშირდება, რადგან თქვი, მე და კესოს ჰქონდა ესეთი გეგმები, რომ რაღაც გვინდა და ჩვენი ბიუთი, რაღაცა სალონივით რაღაც გაგვეხსნა, ვიზაჟი და ასე შემდეგ და მაშინ ვამბობდით, რომ რაღაც უნდა დაგვერქვა კესანების სახელი და რატომღაც ამ სახელის იმედით ჩამოვედი, რომ მისი სახელი კიდევ იყოს რაღაც ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის და ის სივრცის სახელი იყოს, რომელიც ქმნის თავისუფლებას, ხო. თუმცა ის მე დაებოდა, რომ ჩემი სახელი შემოკლებით არის და შენი გზელი, იმიტომ რომ კესანები და შენი როგორ აუწყო ფეხი ნიუ-იორკის გიჟურ რიტმს? იცი რა არის, პირველი დღე მინდა მაშინ ესე ვიტყვი, ხა, ჩემს პირველ შეგრძნებას, იცი, მართლა ჩამოვედი, დავდგი ფეხი და აი უბრალოდ სახლში რა შეიძლება ჩანთა დატოვე და გავედი. ჰაი, თორე სახლში. ანუ უკვე სახლში იყავი რა ჩამოხვედი? მართლა, იმიტომ რომ მეგობარი მეუბნებოდა რომ რაღაც ფრენის და რაღაცა ეს ვთქვი არ გვინდა ეს ფრენაზე საუბარი, მოდი მაჩვენე საჩამოვედი რისთვის და რატომ. ხო, ჩავისუნთქო ჰაერი. კი, ნამდვილად, აი მართლა არ ვიცი დაახლოებით იმ დღეს თუ უკვე დავთვალიერე. თითქოს ხალხი. შემოიარე, ხო? კი, იმიტომ რომ ჩემთვის ხო ეს ტალღა არ იყო უცხო და არ იყო ეს ხმაური, იმიტომ რომ ჩემს ტვინში ზუსტად ეს ხდება ეს სიახლის ქაოსია და სულ ვიბრძვი, რომ რაღაც ახალი გავიგო, ახალი შევიგრძნო, ახალი ვისწავლო და მივიღო ახალი, აი რაღაც ახალ ექსპერიმენტებში, ესე ვთქვათ, მონაწილეობა. აი ქუჩაში რო გამოდიხარ, რას გრძნობ? მაშინ როცა თბილისში გამოდიოდი და ეხლა როცა ნიუ-იორკში სეირნო. ხო. იცი რა არის, ცოტა ისე ვიტყვი. მართლა ველადი ამ ხალხ ყურადღებას. აი ამ ხალხ კომპლიმენტებს, აი ამდენ რაღაც სიყვარულს, ამდენ სიტყვას, იმიტომ
არ ვიცი რატომ. თუმცა ჩემთვის ყოველი დღე ქუჩაში გასვლა არის აი არ ვიცი მართლა ძალიან ბედნიერება, როდესაც აი ამდენი არ ვიცი ამდენ ბედნიერ სახეს როცა მიყურებენ და აი ამდენ რაღაცა კომპლიმენტს ვიღებ, ნამდვილად რაღაც ერთი ცხოვრებაა. თითქოს აი რაღაც მაგ აი ქუჩიდან იქ რაღაც რომ მივდივარ დანიშნულების ადგილამდე რაღაც ერთი ცხოვრება ვიცხოვრე, რომელშიც აი ძალიან ბედნიერი ვიყავი. და ყოველი დღე ისია ჩემი ქუჩაში გამოსვლა ჩემთვის. და რამდენად მოქმედებს, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, რომ მიდიხარ შენთვის სადღაცას და აბსოლუტურად უცხო ადამიანი კომპლიმენტს რო გეუბნება. ანუ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ პირველ რიგში რაღაც იმდენად გულწრფელია იმ წუთას და იმდენად უნდა რომ შენს გაგიზიაროს მისი ხედვა თუ როგორ გხედავ შენ. ხო რა თქმა უნდა მოქმედებს და მაბედნიერებს ესე ვთქვათ. როგორ მიდის დეითინგი ნიუ-იორკში? ესე ვიტყვი არჩევლებრივად. აპირებ რომ სიმღერას დაუბრუნდე? ჩემი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ემსახურება რაღაც იმ სივრცეში, თუ კი აი ეს რაღაც სივრცე, რომელზეც საუბრობდი, რა თქმა უნდა, მინდა რომ იყოს რაღაც ჩემი ხმა უფრო ხმამაღალი და უფრო ჩემთვის რაღაცა ყოველთვის მაინც ყოველთვის ვცდილობდი რაღაც პროექტებში არ მიმეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ვიცოდი ეს სამწუხარო პასუხები, რომ აი შეიძლება მე რაღაცა მახსოვს აი ბავშვობაშიც თვისფერი აი ბუნებრივად ვარ ჟღალი, მაგალითად ბავშვობაში ძალიან ჟღალი ვიყავი და რაღაცა თვისფერი, იმიტომ რომ ცოტა გრძელი მქონდა, თვისფერზე რაღაცა იყო აი რაღაც ბავშვობიდან მქონდა აი ამ ასე ასე თქვა წინააღმდეგობები კი და ნუ დღეს ეს ქალაქი არის, რომელიც გაძლევს თავისუფლებას. აი პირველი შეგრძნება ჩემთვის ეს იყო, რომ არ ვიცი მართლა თავისუფლება იყო, რომ ჩამოვდგი ფეხი, აი პირდაპირ აი რაღაც იმდენად თავისუფალი ვიყავი, იმდენად ბედნიერი და იმდენად რომ ის რაღაც არავინ არ გიყურებს, თუნდაც აი იმას, რომ აი ვიღაც ქუჩაში ცუდად კი არა პირიქით და ეს იყო ჩემთვის რა თქმა უნდა ახალი დაბადება. ფიქრობ რომ ნიუ-იორკი არის ის ადგილი, სადაც დაბერდები? იცი რა არის? სიამოვნებით დავბერდებოდი ამ რიტმში, იმიტომ რომ ის ისეთი ჩქარია და ის ისეთი სწრაფია ამ განვითარებებით, რომ სიამოვნებით დავბერდებოდი ალბათ. არის ჯერ ამ ეტაპზე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი წელია ვარ აქ და ჩემთვის ყოველი აი კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი გასვლა ეს რაღაცა ტიტების ამოსვლა ქუჩაში რომ ამოდის ეს ლამაზი ტიტები და რაღაც კონტაქტი მაქვს და მგონია რომ ეს ტიტები ჩემთვის ამოვიდა ყოველი რაღაც მზის მზერო ენათება და რაღაც ჩემთვის დაყარეს, აი ჩემს რაღაც ეზოში ეს ტიტები რომ ამოდის ეს ლამაზი პერიოდია და რაღაც ყოველი დღე მაქვს აი რაღაცა შემეცნებითი და აი გრძნებებით და აი რაღაც ისეთი რომ რაღაცა უნდა ეს იყოს ახალი, ეს იყოს ჩემთვის განვითარებადი და რა თქმა უნდა მინდა წავიდე ყოველთვის წინ. ესეთი ბლიცი გვაქვს სახალისო, სამი ფურცელი რომ ამოიღო. არ ჩაიჭყიდო. სამი მითი ნიუ-იორკის შესახებ, ხო? თუ გქონდა რაიმე მოლოდინი, რაც იცოდი ნიუ-იორკზე და რო ჩამოხედი, აღმოჩნდა რომ მითია. აიცი რა, რადგან ფილმებიდან მაშინ მე ესე ვიტყვი, მე პირველად ვიყავი, როცა ჩამოვედი, არ მქონდა ნანახი, რომ შესაბამისად მცირე ინფორმაცია მქონდა, შესაძლოა მქონოდა, ხო. ფილმებიდან და ასე შემდეგ. თუმცა ხა ესე ვერ გეტყვი რომ რაღაცა აი რაღაც ალბათ შეიძლება სამი სართული ცოტა მეტი მეგონა რომელიმე შენობა ესე რომ რაღაცა იმედგაცრუება მქონოდა და არა პირიქით უფრო რაღაცა ბედნიერი უფრო ვიყავი ვიდრე აი რაღაცა იმედგაცრუება მქონდა რომ აი არა არ დაურღვევია შენთვის მითები ნიუ-იორკში. ხო, არ მქონდა ესე ცუდი, ესე ვთქვათ, ესე მითები, რომ გითხრა რომ რაღაცა კონკრეტული ჩარჩა, იმიტომ რომ ზოგადად მე ყოველთვის ჩემი მიმაჩნია, რომ ჩემი აზრით უფრო კაი ტიპია ჩემთვის. შემდეგი ამავიღე მაშინ. ჩვენ გვიხარი რა. როგორი ისეთი კითხვა. სამი რამ რაც ყველაზე მეტად არ გიყვარს ნიუ-იორკში.
თუ არ მოგწონს გამოცვალე თუ ვინ. თქვა? თუ არა თქვი. თქვა? ხო. ესე არ მომწონს არა. თუ კი რაღაცა სუბთავი შევეხებით ხო ქუჩებში ხო შეიძლება რაღაცები არ მომწონდეს მაგრამ რაღაცები ჩემ ტვინში მაინც არის რომ აი ეს თავისუფლებაა და ხო ოკეი ხო ჯანდაბას იმიტომ რომ ეგრე რუსეთიც არის დასუფთავებული და შეგიძლია მიბრძანდეთ ხო ასე რომ ხო ეს რაღაც თავისი ტრეშია თან რეალურად რამდენ მილიონ ადამიანს ატარებს დღის განმავლობაში და საკმაოდ ბევრია 3 არ მომწონს ნიუ-იორკისთვის წარმატებები მინდა გისურვო შენს ჩანაფიქრში კესანებში მე მინდა მადლობა ასევე თქვენს გადაგიხადოთ რადგან თუნდაც აი რაღაც ახალი ცხოვრების მაძიებლების ახალი ცხოვრების დამწყების ადამიანებს გვაქვს საშუალება რომ რაღაც ჩვენი ნაბიჯები თუნდაც გავეჟღეროთ და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი ესე რაღაცა უკავშირდებით ერთმანეთს რაღაცა ვეცნობით ერთმანეთის ინფორმაციას და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ერთით მადლობა რომ გამონახედრო და გვესტუმრეთ.